გლოცით მამაო თუ შეიძლება. დაგლოცოთ გამჩერმაშვილი. მამაო რაღაცნაირად აი ადამიანების დასწვაკვეთან წაიღო, რომ გონიათ რომ არ უმართლებთ რაღაცა და თუ არის ჩვენი დაბადება და ცხოვრება გამართლება? ის რომ ადამიანი დაიბადა, ეს არის უკვე მისთვის ძალიან დიდი ჯილდო. ჯილდო იმიტომ რომ მისთვის ქრისტე ჯვარზე გაეკრა. მისთვის ქრისტემ პოტენციურად ენით გამოუთქმელი მარადიული ბედნიერება მისცა. პოტენციურად, თუმცა ეს უფლისაგან მოცემულია, მაგრამ ადამიანმაც უნდა დაიმსახუროს. ადამიანმა უნდა გადადგას უფლისკენ აბიჯი. ასე რომ ის რომ ადამიანი უკვე დაბადებულია, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან და სამწუხარო ფაქტია, რომ ყველა ადამიანი რაღაცნაირად წუწუნის რეჟიმშია რა, რომ აი არ გამიმართლა, აი იმას როგორ გაუმართლა, მე არ გამიმართლა, აი ჩემი მეგობარი ამერიკაში წავიდა და მე როგორ ვერ წავედი, არ გამიშვეს და ამ დროს ვერც კი ხვდება, რომ ყველა ადამიანს თავისი განგებულებით უფალი იფარავს. და როგორ იფარავს? ძალიან ხშირად არ აძლევს იმას, რაც ამ ადამიანს უნდა და ეს რაღაცა რომ მიეცეს, ეს ადამიანი შეიძლება ვერ ცხონდეს. და უფალმა ეს წინასწარ იცის და ზრუნავს ამ ადამიანისთვის, არ აძლევს იმას, რაც ამ ადამიანს უნდა. გადის დრო და მეტნაკლებად ეს ადამიანი ხვდება ყველაფერს.